ვიცი რო კოტეს ებძიან და თან ვიცი მიცებსვის. მაგრამ კოტეთ საპასუხოს უბზადებს. ბაბუ, აი ეს ზურა ხომ არ ებრძვის. ეს ნახე. აი ნახე. ალიზი. ეს რა ლანას კომპიუტერში იყო? ხო, ბაბუ, იქიდან გადმოწერე და აი ლანას რა თუნდოდა ამ ალიზის საბუთები. ალბათ იმაზეც აგროვებს ინფორმაციას. მოდი იცი რა, ეს ყველაფერი ბაბუაშენს მივაწოდოთ და ის ყველაფერს მე მიუტანა? არა, იცი რა, მე მომეც. კარგი, მაშინ დისკზე ჩაგიწერ, კარგი? მიცე? რა იყო? ალიზი. ეს დამფუძნებლების სია? კი. აჰა. ეს ქართველები, ეს ამერიკელები. ხო, მაგაც საიძეც ესეა. სარეკლამო კლიპები, ბანერები, აქაც ისეა რა. მეცე. შენ ეს ამ ამერიკელებს მივიხედე ერთი? მერე? როგორ მერე? ნახე, 1 2 3 4. 4 დაწესებულება. 4 იურიდიული პირი ბაბუ. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. შენ მისამართი მომიწებდე? ახლავე. სენტ-პოლი, მინესოტა, 10-30 რეის სტრიტი, მე-14 სართული, ოფისი 16. ესე იგი 4 ფირმა, ხო? ერთ მისამართზეა გაფორმებული? ხო. ესე იგი 1 შენობა, 1 სართული, 1 ოთახი? ამათ არავითარი ამერიკელი პარტნიორი არ აყავთ. აბსოლუტურად. ეს სუფთაწყლის აფიორაა. რატო ბაბუ, ხო შეიძლება ერთ და იგივე ხალხმა ან ერთმა ფირმა რამდენიმე ჩამოაყალიბოს? რატომ? ესე იგი 4 ფირმა მაინდა-მაინც მიადგება ერთ ქართულ პარტნიორს? არხანო შეიძლება ეს იურიდიულად ასაშვებია. მაგრამ ძალიან საეჭვო ამბავია. ბაბუ, იცი რა? აბა? მე ამას კოტეს მივაწვდი და ის გამოარკვევინებს ვინ არის ეს ხალხი. კარგად გიმუშავე. აი მალადეც. მამა, როდის ჩამოხვედი? აი, ახლა და პირდაპირ შენთან მოვედი. დაჯექი შენთან სალაპარაკო. ხშია? არა, გზაში ვისადილე. დალიეკიდეთ. ცოტა. კარგი რა, მამა რა. ფოთიდან რო დამირეკე რა ნასვა მიიყავი უკვე. ძველი ნაცნობები შემხვდა და მორვაგზალში დამბადიჟეს და იქ შეუბერეთ. რა დრო იყო მორვაგზალი რომ მორვაგს გოგდა. არა, ეხლა ცოტა მაქვს დალეული შენ თავს სკეპიცები. აი, ბიჭებს უთხარი რომ პირდაპირ ირმასთან უნდა წავიდე მეთქი. კარგი, ყავას დალევ. აი, ყავა კი კაი იქნება. კარგი. დაჯექი. თემურს რომ შევხვდი და ველაპარაკე, გითხრა ხო? კი, მითხრა. თხოვე ჩვენთან გადმოვიდეს, შენ დაგეხმაროს. მითხრა, ვიფიქრებო. მამა, საფიქრელი რა არის აქ? არა, ვიცი, კოტესთან კარგად არის მოწყობილი. მაგრამ კოტემ ეს საქმე თავისი შვილისთვის აიწყო. ესეც უთხარი მართალია კოტე თავის ახლობლად ხლის, მაგრამ მე შვილად მიგიღებ მეთქი. მამა, თემო კოტეს შვილია. ვიცი. კოტესაც შვილივით მიაჩნია, მაგრამ აი ლევანი მოიცა რა თქვი? თემო კოტეს შვილია. რას ამბობ კაცო? ვინ გითხრა? გულიკო. შენმა დედამთილმა? ხო, მამა, აბა სხვა დედამთილი მყავს. ხო, არ ყავს. მოიცა თემური შენი ქმარია. ესე იგი
ესე იგი, კოტე ჩემი მამამთილია. აუ. რას ამბობ? მოიცა კოტე შვილად არ აღიარებს? ოფიციალურად არა. რას მეუბნები? მე კიდე ცეცხლზე ნავთი დავასხი. რა არ უთხარი? იცი რა? როდესაც ბავშვი მამას კარგავს ცუდია. მაგრამ როცა მამა ცოცხალი ყავს და მაინც მამუთი ზრდება, საშინელება. კარგი რა, მამა, იქ რამ გათქმევინა? რა ვიცი, შვილო, მე შენ გეგულისხმე. იცი როგორ შემეცოდა თემო ეს ამბავი რო გავიგე. ეხლა ხვდები რატო იყო ეგეთი აგრესიული და უხეშიც. შენ უხეშად გიქცეოდა? არა, მე არ მიქცეოდა უხეშად, მაგრამ იცი რა? რაც უფრო ახლოვდებოდა ლევანის ჩამოსვლის, რომ მით უფრო აგრესიული ხდებოდა. ხო. გახსოვს თემო ადრე როგორი სხვანაირი იყო? კი, მახსოვს. ეხლა ისევ ძველი თემოა. ლევანი ჩამოვიდა. საქმეებს იბარებს. სულ მალე ის იქნება იქ უფროსი. თემორის როჭკუა კონდეს ჩვენთან უნდა წამოვიდეს. მეც დაველაპარაკები. მამა ხო იცი თემო როგორი ჭკვიანი ბიჭია? კი, ვიცი. კოტეს სიძეს კი არ გავს. ეს რა მითხარი, ა? მამა, თემო მარიცის გულიკომ რომ მითხრა. რაზეა ლაპარაკი? მაგრამ რატომ მოგიყვა გულიკომ ეს ამბავი? იმიტომ რომ სურათი ვნახე, კოტე და გულიკო ახალგაზრდობაში. თემოს ქონდა შენახული. ოუ, საწყალი ბიჭი. ხედავ შენ. კოტესგან ყველაფერი აქვს. სამსახური, ფული, პერსპექტივა და მამა არ აქვს. ისე კოტესგან მიკვირს, რა დასამალე ეს ამბავი რა, უვარგისი შვილი ყავს თუ რა? ხო, მაგრამ მამა ლევანი? ალბათ ცოლისერიდება. მაგრამ მე ვიზე ვლაპარაკობ. ერთადერთი შვილი მიტოვებული მყავდა. ხო, თემო. სახლში ვარ. ჩვენთან მამა. კარგი გელოდებით. მამა ეხლა თემო მოვა. ხო იცი? ვიცი. მამი. ხონონა. რა იყო, მამა, ცუდად ხო არა, რატო წახარ? მოდი რა ჩემთან, თუ არ გაჩქარებ. ხო, მამა. დაჭიქი. რა იყო? რატო ხარ ცუდ ხასიათს გაწყენიავენ მე? შენ ბედოვლად ქმარს ხო არ დაურეგია? დარეკა არა ის. არა, გავიზარდე და ჭკუას მაინც ვერ სწავლობ. მერაბს არც ერთი თავისი საქმე ადამიანურად არ დაუმთავრებდა. რაღა ამპაისტკას დაამთავრებდა. ისე აქაც უმაიმუნია რაღაც ვალები აუღია. კიდე ჩამოუყონე. არ დაიკარგება ეგ მოაგნებს სახლს. ეხლა სად არის? ჰოლანდიაში იყო. მერე იტალიიდან დარეკა. ხო. გერმანიაშიც იყო თუ არ ვცდები. ძალიან მოყვარ ხამეში. სულ გაბრაზებ ხო? არა და იცი როგორ მინდა დავსერიოზულდე. შენ და დედას გული აღარ გადგინოთ. მაგრამ არ გამომდის. იმ დღეს კოტიკოსაც ველაპარაკე. უთხარი, მოპატია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ თქო. მე რა გითხრა? სერიოზულად ვერ აღმიქომს. იქეთ მარიგებდა ჭკუას. მამა როგორ გაიზარდა არა კოტიკო? მე არ მინდა რომ ესე მალე დაუბერდე. ალბათ შენი სიბერია შტერუკ. მოპატია ესეთი სულელი რო გავჩდი. სულელი კი არა, ყველაზე ჭკვიანი ხარ. რასაც გინდა იმას აკეთებ და ისე ცხოვრობ რა და მე შემეძლოს მასე, ა? ესე იგი მაინც არ მეუბნები, რატო ხარ ცუდ ხასიათზე, ხო? იცი,
არაფერი არ ხდება საინტერესო. მაინც რა გინდა რომ მოხდეს საინტერესო? რა ვიცი, რამე მაინც. ნუნა, არ გინდა რაღაცა საქმე გააკეთო, რამე საქმით დაკავდე, ჰა? მე შენია კიდე რამე არ გავაფუჭო. არადა, იცი დიზაინი მეხერხება. კიდე რაღაცებს ორგანიზებად შემიძლია, მაგრამ სტიმული არა მაქვს. ხო, ეგ სერიოზული რამ არის. და რო ვიპოვოთ ეს სტიმული? იცი რა? რა? ცხენია უკვე რამის თხოვნა. შენ ცხენია რამის თხოვნა? კიდე რო დაგაღალატო. მოდი იცი როგორ აქვთ? შენ მოდი რამე მოიფიქრე. ხო, სერიოზული. ხო? მე და შენ ერთად დავსხდეთ. ეს ყველაფერი გავაანალიზოთ. კარგად ყველაფერი მოვიფიქროთ, დავალაგოთ. და მე რა ვქნათ იცი? მე ავიღოთ და ეს ყველაფერი დავაფინანსოთ. ხო? ახლა შენ ეს ყველაფერი კარგად მოიფიქრე და მე მითხარი. კარგი? ეხლა მეწავედ. მა, რა გინდა? არაფერი. მამაკო, შენ ყველაზე კარგი მამა ხარ მსოფლიოში. სერცვაძეები ვეღარ მოხსენებია, მოძრაობ უბედურებაა. არა, მთელი დღე აკაკუნდა. არა, უშოთ, მალე გადავალთ და ნოდა როგორ ახლა? როდის ჩამოხვედი? აი ახლა. დაჯექი რა, ძალიან კარგი. ირ მაგ რაღაცები მოვიტანე, ნახე რა და გვასადილე, ხო? კარგი. მე გზაში ვისადილე. მოიცა, ნოდა ძალიან მშია. დაჯექი რა ჩემთან ერთად. რაღაც გასინჯე. კონიაკი მოვიტანე ძალიან მაგარი. პა. ცოტა არაყი დავლიე და მოიცა, აი როდის იყო მითხარი? პერევალზე პირველ საათზე. ეხა 5 ხდება. ცოტა არაყი ან რას გიზავს, ან რას გეყოფა. ბიჯო. არა, ნუდალევ ისე ესხას და უბრალოდ მომიჭახუნე რა. ხა. როგორ ესე იგი ესხას და ნუდალევ არა? ბაბარა. თემო, ამდენი რამე რა თქინდოდა, სადილი ხო გვაქვს? ძალიან კარგი, სადილი გამოიტანე, ესენის დააწე და მაგრად შეუბეროთ. მე შენც მოდი ჩვენთან ერთად და ვიქებოთ, ხო? სამზარეულოში გავშალოთ თუ აქ? არა, აქ. ისა ნოდარ მაპატია რა, ხელებს დავიბან და უცბად მოვალ, ხო? მამა, ნახე. თემო ამ ბოლო დროს სახში ხელცარიელი აღარ ბრუნდება. სულ საჩუქრები მოაქვს. და ქალბატონ გულიკოსთვის არ მოაქვს არაფერი. კი, როგორ არა. ქალბატონმა გულიკო მუთხრა რომ ირმას მიხედეო. მე თავი დამანებეო. ქალბატონი გულიკო ყველანაირი სიკეთის ღირსია. ასეთი ქალები სადღა ახლა. აბა. მადლობ, თემო. არაფერს, მოგეწონა? ძალიან. სადილად რა გვაქვს? სადილად ჩახოხბილი. მაგარია. მოიტანე. რაო, ნოდარ ხო არ მოიწყინე? არა, აი რო დავლიე ცოტა დავიღალე და. ეგ არაფერი. ეხლა ცოტა წავიქეიფებთ, მე დაისვენებ. ხო, მალე წავალ. მოიცა საწახვა კაც. მოიცა შენ სად გაჩერდი საერთოდ? ვერაზე, სასტუმროში გოგებაშვილზე. არა, მალე ბინას ვიყიდი და იქ გადავალ. მე არ ცხენია. სასტუმროში როგორ წახვედი რა, სახლი არ გვაქვს თუ რა არის? აქ იცხოვრე. არა, მე გაკლივართ აქ ზუსტად რა. კაი რა. ყოველ შემთხვევაში ამ საღამოს ვერსად ვერ წახვავ. ის მაისფეისი როგორ გააბანძეს რა, ყველა აქ ეტენება.
ან ვაფშე სტატკა მაქაც არის, ვიღა არის, ვერ გავიგე, ყველგან დააკომენტა ეს კოტიკოს გამომეტანება ალბათ. ანა, რა ქართულით ლაპარაკო? რა არის ეს გააბანძეს? მეტენება, რა უბედურებაა? ბიჭი ხარ თუ გოგო ხარ? ბიჭი ვარ დედა, ბიჭი. აი გოგო ეს ყავთ, ტრაგიკული, თვალცრემლიანი, ბალიჟზე ჩახუტებული. დედა გააჩერე, თორმე ვესწრი რაღაცას. კაი დედი რა, კაი. ხო იცი ამის ლაპარაკის ამბავი, გეხუმრება დი? მე ხუმრები არა ის, მარტო მე ვეუბნები ამ საცოდავს სიმართლეს. კაი, გეყოფათ ახლა. ან არ ვიცი რას გიზავ. ჩემთან რომ მაგარი ხარ, სხვასთან დაიცავი თავი. ვერ ხვდები, იმიტომ დაგირეკას, რომ ძაძები ჩაგეცვა და თვითგვემას მიცემოდი. იქნებ ძალიანაც აწყობს ჩვენ და ლევანი რომ დაშორდეთ. იცი რა, ეს ბავშვი მართალია. დიახაც მართალი ვარ და საერთოდ მე შენ ადგილას ლევანს კი არ გავებუტებოდი, საერთოდ არ შევიმჩნევი და უფრო მეტ ყურადღებასაც მივაქცევდი ამ ვიღაცის ჯინაზე რა. მიდი გოგო რა, შენი ჭკუის დასარიგებელიც გავხდი ახლა. წადი და შენს დაქალოჭკებს დაარიგე ჭკუა. მარიამ ლევანი მოვიდა ფანჯრიდან დავინახე. უკვე კარებთან დგას. არი ნერვიულო რა, გეხვეწები. თავი აიყვანე ხელში და თუ გიყვარდე არ ეჩხუბო. ეს აქარ ჩამომიჯდეს და არ დამიწყოს ეხა დიდობანა. ბატონო დიმიტრი, არც კი ვიცი როგორ გითხრათ. შესაძლოა არც უნდა ჩავერიო ამ საქმეში, მაგრამ მოხდა რამე? დიახ, მოხდა. ნათია. რა ნათია? უკვე რამდენჯერმე წავასწარი რომ გისმენდათ. მე მისმენდა? დიახ, თქვენ. ქალბატონ თინასაც, ბატონ კოტესაც, ყველას. არ გადამრივ. დიახ. არ ვიცი, შესაძლოა ეს მისი ცნობის მოყარეობით ახსნა, თუ ცით შემოგზავნილი ხომ არ არის? შემოგზავნილი? დიახ. ბატონო დიმიტრი, დღეს თქვენი ოჯახი ყურადღების ცენტრშია. ბევრი კეთილის მსურველი ყავთ, ბევრიც ტერი. მართალი ბრძანდება. მაპატიეთ ამას რომ ვამბობ. მართალი ბრძანდებით. ნათიასთან საუბარიც მქონდა. მერე? შემომიტია. დამემუქრა კიდეც. რაცა შემოგეტია? დიახ. იცოდი ამ სახლში რაც ხდება ყველაფერს ვხედავ აბსოლუტურად. თუ ვერ ვხედავ, კიდე ვისმენ. გესმის ჩემი? ხო, არა მოიღო, თუ რომ უკან დაგრჩება ეგ შენი ორანჟერიაც და შენი მარადმწვანე მოხუციც. მე ქალბატონი თინასთვის არაფერი მithქვამს. მეწოდება ეგ გოგო უპატრონოდ გაიზარდა. ვინ დაარიგებდა ჭკუას. ეს ამბავი თქვენების ყურამდე რომ მივიდეს, იმ დღესვე დაატოვებინებენ სამსახურს. და დიახ. აბა როგორ მოვიქცეთ? აი სწორედ მაგიტომ მოგმართავთ. ჩემს საყოფნაში ნათიას ყურადღებას მივაქცევ, თვალს არ მოვაშორებ, ვეცდები კიდევ დაველაპარაკო. იქნებ ჭკუაზე მოვიდეს. თუ ამანაც არ გაჭრა, მაშინ უკიდურესი ზომების მიღება არასდროს იქნება გვიან. იქნებ იმის გაგებად მოვახერხო, თუ ვინ მტრობს თქვენს ოჯახს. ან მაგარი ქალი ბრძანდებით. რას ამბობთ, ბატონო დიმიტრი? თქვენგან ისეთი დავალებული ვარ. ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ. ჩემს საყოფნაში ნათიას თვალს არ მოვაშორებ. აი მე როდესაც აქ არ ვიქნები, ძალიან გთხოვთ. ნათიას ყურადღება მიაქციეთ. თვალს არ მოვაშორებ. აი მაგის გარანტიას გაძლევთ. როგორ არის ჩემი სიხარული? კარგად. რაღაც ხმაში აღფრთოვანებას ვერ გატყობთ. ხომშვიდობა? მართლა კარგად ვარ. შეიძლება? და ჩემი სიხარული კოცნის უფლებას არ მომცემს? არა, ვინმე შემოვა. კარგი. კოცნის უფლებას არ მაძლევ. ოფერების უფლებას არ მაძლევ. ესე იგი მაინც და მაინც ოფიციალური ქმარი უნდა ვიყო, ხო? დიახ. მაშინ მოდი მოგიტაცებ.
და სად წამიყვან? ჩემთან სახლში. მაშინ წავიდეთ. მეც ეგ რაღა მოტაცება გამოვიდა. თუ გინდა მეტი სიმართლისათვის ვიყვირებ. უარზე ხარ? არა. არ ვარ უარზე. მოდი რა შევრიგდეთ. აქტანჯეს რა თავის რემონტით. მაგრამ არა უშავს, მალე ახალ სახლში გადავალთ, ვაშენებთ. ნოდარ. იცი რა გითხრა? მე მგონი ამ სუფრას კარგი ღვინო მოუხდება. კონიაკი აგერ არა გვაქვს? კონიაკი კი გვაქვს, მაგრამ ეხა ესეთი სუფრა გაიშალა. ამას კარგი ჩაჯდომა უნდა კარგი ღვინით. ეხლა არ მითხრა ღვინოზე მივდივარო. მაქვს. კარგი თეთრი პინო მაქვს, სუბუქი, საკეიფო. ეხლავე. რა გაიხასიათზეა? მართლა მამა მესმოდა. დარჩი ამაღამ. რა სამობ კაცო? აქ როგორ დარჩები? რა იყო იმ ოთახში დაგაწვენთ? არა, ქალბატონი გულიკომოვა, არა, უხერხულია. ქალბატონმა გულიკომ თვითონ თქვა, როგორ ნოდარი მერტი ღამე ჩემს სახლში არ უნდა გაათიოსო? ნახოთ. 1-5-6 ლიტრი კიდევ მაქვს ასეთი. რა სამობ ბიჭო, ამდენ ღვინოს რა დაგვალევინებს? რამდენი ზღვესია მონობა, იმდენი დავლიოთ, რაც მთავარია. ჩემი ირმას დღეს ჩვენთან ერთად დავლევს, ხო ირმა? რა თქმა უნდა. გადაიღე რა. მამა გასინჯერა, ჩემი გაკეთებულია. მამუს. აბა, ჩემო ძვირფასებო. ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს, ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს. შენს ჩამოსვლას ჩემონოდარ და ჩვენ დახვედრას გაუმარჯოს. მამა, გაგიმარჯოს. იცი როგორი ბედნიერი ვარ. გაგვიმარჯოს. ყველას ერთად გაგვიმარჯოს. იცოცხლე ჩემოგარგო. მაგარია. რა გითხარი? თემურ. იმაზე თუ იფიქრე, რაზეც გელაპარაკე. კი ვიფიქრე ნოდარ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია. თემურ. აი შვილივით. გადაწყვიტე და წამოდი რა ჩვენთან. ხო რა თემურა. მე უშენოთ რა უნდა გავაკეთო. რატომ? შენ ხო ძალიან მაგარი მყავხარ. თემურ. ერთი ოჯახი ვიქნებით. ირმასაც დაეხმარები. როდემდე უნდა აკეთო ეს ხვისი საქმე? ხო იცი რომ კოტესთან ყოველთვის მეორე როლები გექნება. ისე არ ჩვენთან ვიქნები პირველ როლებზე. რატომ? შენ ხომ ბიზნესი შენი შვილისთვის გინდა აწყო. მეორე კაცობა არც აქ ამწდება. შენ ხომ არ გაგიჟდი? შენც რა, ჩემი შვილი არა ხარ? შვილი ხარ, აბა როგორ? კარგი. მოდი დღეს ამაზე ნოვილაპარაკებთ. დღეს ვიქეიფოთ. კარგი? ახლა რა გამოხდა?
არ ვიცი. მარი. მოდი რა, ერთხელ და სამუდამოდ. გავარკვიოთ რა ეს ჩვენი ურთიერთობა. მე მესმის რომ ვიღაცამ თავისი უაზრო ზარით გული გადგინა. აგაბრაზა, გასაგებია. ისიც გასაგებია რომ ამას ჩემი გამორთული ტელეფონი დაემატა. შენ რა თქმა უნდა ინერვიული. მაგრამ ეს გაუგებრობა ან დავამთავროთ. ავარკვიოთ. ან მოდი საერთოდ დავივიწყოთ, ხო ეს გულისკენ? ლევან. მარტო ვიღაცის ზარი არ არის ჩემი წყენის მიზეზი. მე ადრეც მქონდა რაღაც კითხვები. მაგრამ მოკლედ როგორც არის რა. არა, ეგრე არ გამო. მარი. როგორც არის არა. მოდი საერთოდ შევსახდეთ ერთ რამეზე. წყენას გულში ნუ ჩავიდებთ, კარგი? და უპასუხო კითხვებს ნუ დავიტოვებთ. არ ვიცი. ძალიან დავიღალე. ამ ყველაფრისგან უკვე ცუდად ვარ. კარგი, მაშინ მითხარი, მე რა გავაკეთო იმისთვის, რომ შენ კარგად იყო. არ ვიცი. თუმცა რატომაც არა, ვიცი. მოიცა. ისეთ რამეს ნუ მეტყვი ხარ, რომ მე თვითონ ინან. არა. მე არ ვხუმრობ. აბა. პირველი. არ მომატყუო. მეორე არ მომატყუო და მესამეც არ მომატყუო. აი ეს სამი რამ მინდა შემისრულო. ძნელია? ნათია, რაღაც საქმეზე მინდა დაგელაპარაკო. გისმენთ, ქალბატონი თინა. იცი, შენ პირად ცხოვრებას ეხება. შეიძლება მე არ უნდა ვერეოდე, მაგრამ ერთად ცხოვრობთ, სულ აქ ახარ, ისე რომ გარკვეულწილად პასუხისმგებლობა მეც მაგისრია, ხო ასეა? იცი, მე გადავწყვიტე, რომ ბავშვი შენთან იყოს. შაბათ-კვირას მაინც გამოიყვანე, ირბინო სამხელა სახლში. ხო, საერთოდ შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ მინდა რომ შვილი შენთან ერთად იყოს. თავარია ეს ლევანის ქორწილი რაღაცნაირად გადავაგოროთ. მე რა თქმა უნდა ცალკე წავა საცხოვრებლად. კოტიკო თავის მშობლებს დაუბრუნდება ადრე თუ გვიან და სახლი დაცარიელდება. ისე რომ იქნები აქ შულთან ერთად. საქმეს მოგაკლდება. არ გიხარია? ყოველ შემთხვევაში მე ასე გადავწყვეტე. ასე იქნება. შენ არ იდარტო. ყველაფერი კარგად იქნება. და მეოთხე? 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 მომკითხელებ. თვალებში ჩამხედე. ისე როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდი. და გამოიცანი ახლა რას ვფიქრობ.
არა რა ჩემმა თვალებმა ეს მithქრეს. ჩემი თვალები მაგას არ გეტყოდნენ. მაშინ ტუჩებმა მithქრეს. ტუჩებს ფიქრი არ შეუძლიათ. ვიცი. მაგრამ ხომ გრძნობენ რა. მაგრამ მოდი რა გავიპაროთ. დღესვე. აი ახლა ამ საღამოს. პირველად რომ თქვი მეგონა ხუმრობდი. არა. მე არც მაშინ არ მეხუმრია. და არც ახლა ვხუმრობ. მოდი გავიპაროთ რა. არა, დაივიწყო შოთა და ელისოს მაგის ვერ გაუკეთებ. რაღა დროს გაპაროა ვინ გვიკრძალავს ერთად ყოფნას. არავინ არ გვიკრძალავს, მაგრამ ვიფიქრე რომ კარგი დაივიწყე. რა მნიშვნელობა აქვს მე რა ვიფიქრე. მოდი ისე რა ვქნათ. ყველაფერი იყოს ისე როგორც შენ გინდა. კარგი? ყველაფერი იყოს ისე როგორც შენ გინდა. მე ხონდა წავიდე. თათას და ბუგას უნდა გავუვარო. მე დაგირეკავ. ხო? მე ბრაზდები? არა. არა. მაშინ გაგოცავ. ეს მარტო იწენს ხოლმე რა. დროებით. ნათია, შვილო, რა მოგივიდა? ცუდად ხომ არ ხარ? რა მოგივიდა? იტირე. რაღა იტირირი შეგიძლია, ესე იგი შენი გადარჩენა კიდევ შესაძლებელია. პავს გამოგიყვანო და მე გაგაზრდები და ქალბატონმა თინა. რას ვაკეთებ? შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. უბრალოდ დახმარება გჭირდება, ნათია. დახმარება გჭირდება, გაიგე? დამეხმარეთ. ქალბატონო, ეთერ გეხვეწები, დამეხმარეთ. აუცილებლად დაგეხმარები. ოღონდ პირველ რიგში შენ თავს უნდა დაეხმარო, გესმის? შენ თავს. მოდი დავსხდეთ და ყველაფერი მომიყევი და ერთად მომნახოთ გამოსავალი. კარგი? ნუ ტირი. ასეთი ლამაზი გოგო მოწყენელი მარტო სად არიან თაყვანის მცემლები არ არიან რატო იმიტომ რომ ასე მინდა გასაგებია და ჩვენი პრინცი სად ბრძანდება არ ვიცი და არც მაინტერესებს ასე როგორ გავიგო როგორც გინდა ისე გაიგე. ელენე. იცი შენ არ გაწყობს ჩემი გადაგედება. კოტე აბულაძესთან რომ ჩაგეშვა. აგეშენია.
მე მგონი უკვე დაგასტრეს. რა? აქ ვიღაც კაცი იყო. იმ ჩხუბზე გამომკითხა. როდის? რამდენიმე დღის წინ. არა, ეხლა მეუბნები მაგას. პოლიციური იყო? მეც პოლიციელი მეგონა. მაგრამ არაო მითხრა. აბა ვინ იყო? რა ვიცი. ჯერ მითხრა ფირმის ადვოკატი ვარ. ინვესტიციების ჩადება მინდაო. ამბარში? აქ რა ინვესტიციები უნდა ჩადა? და მერე ჩხუბზე დამიწყო ლაპარაკი. პოლიციელს არ გავდა. ისე კი რა ვიცი. იქნებ პოლიციელიც იყო. არა მგონია. ამ ჩხუბის გახმაურება არ ჩვენ გვაწყობს და ერთ ზურას. პოლიციისთვისაც არ მიგვემართავს. აბა ის კაცი ვინ იყო?